სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ჩვენი აბსოლუტური მოვალეობა და მიზანი იყო საერთაშორისო სასამართლოებში დაგვეცვა ერთი მსხვილ ჩვენი ქვეყნის ღირსება და მეორე მსხვილ ჩვენი სამხედროების ღირსება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშულმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა საქმეში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომისას რუსეთის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევასა და წამებას ეხებოდა, მესამე მხარედ იყო ჩართული. ჩვენ წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევას და წამებას, განაცხადა ძამაშულმა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ისე წარმართა საქმის წარმოება, რომ წინა ხელისუფლების მიერ გაფუჭებული და წაგებული საქმეები შემოაბრუნა. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძის და სხვა ქართველი სამხედროების წამების და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. საუბარია სარჩელზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა. დღეს გამოსული ეს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა სამხედრო ტყვეებს, რომელიც ომის დროს აწამეს და ნაწილი წამებით მოკლეს, სწორედ აი ამ პირებს შეეხებოდა. გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ, როდესაც დარღვევა დაადგინა, მათ შორის ის დაეყრდნო უკვე სახელმწიფოთა შორის საქმეში დადგენილი დარღვევაც, ასევე მითითებული არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამ მხარეში, ამ საქმეში საქართველოს მთავრობა ჩართული იყო მესამე მხარედ და კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებითაც ჩვენ წარდგენილი ჰქონდა კონკრეტული მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევას და ადგილი ჰქონდა წამებას. ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი გამარჯვება.